ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Archer Aviation-მა, რომელიც ეგრეთ წოდებული მფრინავი ტაქსების ბიზნესში ოპერირებს, ამერიკის საავიაციო მარეგულირებლის დასტური მიიღო, რომლის საფუძველზეც საპილოტე აკადემიის გახსნა შეუძლია. FAA-სგან მიღებული სერტიფიკატით კომპანიას ეგრეთ წოდებული მფრინავი ტაქსებიც 60 ადამიანების ჩართულობით შეეძლება, რაც დიდი წინგადადგმული ნაბიჯია როგორც Archer Aviation-ისთვის, ასევე მთლიანად ინდუსტრიისთვის. ამ ეტაპზე Archer Aviation-ის ანგარიში მხოლოდ ერთი მოდელი Midnight ირიცხება, რომელიც ვერტიკალურად ასაფრენ დასაჯდომი თვითმფრინავია. Midnight-ი მბრუნავი მზიდი ხრახნით აღჭურვილი, რაც ნიშნავს, რომ ის ვერტმფრენებით ფრინდება და ჯდება, მაგრამ თვითმფრინავივით გადაადგილდება. კონკრეტულად ამ მოდელის საჰაერო ტაქსიში 4 მგზავრი და მძღოლი ეტევა, ხოლო თავად ელექტროტაქსი ელემენტების სრული დამუხტვით მაქსიმუმ 160 კილომეტრს გადის, რა დროსაც 240 კმ/სთ-მდე სიჩქარით განვითარება შეუძლია. რამდენიმე დღის წინ ტორონტოს პერსონის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკატასტროფა მოხდა. Delta Airlines-ის შვილობილი კომპანიის თვითმფრინავი, რომელიც ფრენას მინეაპოლისიდან ტორონტოს მიმართულებით ასრულებდა, დაჯდომის დროს გადატრიალდა, ხოლო ფიუსელაჟს ცეცხლი წაეკიდა. ბორტზე მყოფი 76 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი რამდენიმე წუთის განმავლობაში ამოყერავებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ავიაკატასტროფის შედეგად არავინ გარდაცვლილა, მაგრამ რამდენიმე მგზავრი საავადმყოფოში მაინც გადაიყვანეს. შედეგად Delta Airlines-მა თითოეულ დაზარალებულს $30,000 კომპენსაცია შესთავაზა. მგზავრები ამ შემოთავაზებას დათანხმდებიან კომპანიამაც $2,300,000 მოურიგდება. თუკი მგზავრებმა მორიგების გზა აირჩიეს, თანხას ისინი შეთანხმების მიღწევიდან მალევე მიიღებენ, მაგრამ დაეთანხმებიან თუ არა ისინი. Delta Airlines-ის შემოთავაზებას ჯერჯერობით უცნობია. სამართლებრივ პრაქტიკაზე დაკვირვება გვაჩვენებს, რომ კომპანიის წინააღმდეგ საერთო სარჩელს მომზადებით შესაძლოა დაზარალებულებმა გაცილებით დიდი კომპენსაცია მიიღონ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფაში მოყოლილი მგზავრები სწორედ ამას აპირებენ. კომპანია Maersk იაპონიიდან შუადერეფნის მეშვეობით პირველი საცდელი გადაზიდვის წარმატებით დასრულებაზე აცხადებს. ტვირთმა გაიარა მარშრუტი Nagoya Tsingtao Siani Poti Ambarli. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ გადაზიდვა კიდევ ერთხელ აჩვენებს შუადერეფნის შესაძლებლობებს, როგორც ალტერნატიულ და სტრატეგიულ სავაჭრო მარშრუტს. Maersk-ში აღნიშნავენ, რომ პროცესი საფუძველს უყრის ახალი პარტნიორობის შექმნას და მულტიმოდალური ლოგისტიკური პროცესების გამოჯობესებას. ამასთან გლობალური მიწოდების ჯაჭვების შეფერხებებისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე საერთაშორისო ვაჭრობისთვის დივერსიფიკაცია აუცილებელი გახდა. Maersk-ი კი მზადაა მომხმარებლებს შესთავაზოს მორგებული გადაწყვეტილებები, რათა მაქსიმალურად გამოიყენონ შუადერეფნის სარკინიგზო გადაზიდვები, რაც აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის კავშირების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ამერიკის ფედერალურ სტრუქტურებში თანამშრომელთა საყოველთაო დათხოვნა გრძელდება. ამჯერად დონალდ ტრამპისა და სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის გადაწყვეტილებებს ამერიკის შემოსავლების სამსახურის იგივე IRS-ის სამუშაო ძალის 6% შეეწირება, რაც დაახლოებით 6,000 თანამშრომლის გათავისუფლებას ნიშნავს. IRS-იდან ისევე როგორც სხვა სახელმწიფო უწყებებიდან თანამშრომლებს ფედერალური ბიუჯეტის ოპტიმიზაციის მიზნით უშვებენ. აი სწორედ ესაა თეთრ სახლთან არსებული სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის მანდატი, რომლის გამო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი პოლიტიკაში ჩაერთო. დონალდ ტრამპს ასევე ქვეყანაში საპენსიო შემოსავლის გადასახადის გაუქმება სურს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის დამტკიცების შემთხვევაში მოქალაქეები მიღებული პენსიის სანაცვლოდ აღარ დაიბეგრებიან. სოციალური შემოსავლის დაბეჭდა ის ერთ-ერთი სადავო საკითხია, რომელზეც რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები თვისობრივად ვერ თანხმდებიან. შესაბამისად, აღნიშნული ინიციატივის დამტკიცება ამერიკის საკანონმდებლო დონეზე მარტივი არ იქნება. პენსილვანიის უნივერსიტეტის დათვლებით საპენსიო გადასახადის გაუქმება ამერიკის საბიუჯეტო შემოსავლებში მომდევნო 10 წლის განმავლობაში კონტრიბუციას $1.5 ტრილიონი შეამცირებს, რაც 2054 წლამდე ფედერალური ვალის მოცულობას 7%-ით გაზრდის. ასევე ანალიტიკოსების შეფასებით ამ ცვლილებით უდიდეს სარგებელს ამერიკის უმდიდრესი მოქალაქეები მიიღებენ, რომლებიც გადასახადის გაუქმების ყველაზე მეტ თანხას დაზოგავენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ატლანტის ოკეანის გასწვრივ ფრინველის გრიპის გავრცელების გამო თურქეთმა ამერიკაში კვერცხების აქტიური გადაზიდვა დაიწყო. კერძოდ, Reuters-ის თანახმად ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმებით თურქეთიდან შეერთებულ შტატებში 15,000 ტონა კვერცხის, ანუ დაახლოებით 700 კონტეინერის ექსპორტი განხორციელდება. როგორც თურქეთის კვერცხის მწარმოებელთა ცენტრალური კავშირის თავმჯდომარე აცხადებს, პროდუქტის ექსპორტს გაერთიანების წევრი კომპანიები განახორციელებენ პროცესს, მონიტორინგს კი ორი კომპანია გაუწევს. პირველი პარტია თებერვალში უკვე გაიგზავნა, სრული მოცულობების გაგზავნა კი ივლისის თვემდე ეტაპობრივად იგეგმება.